თემატური ბანაკი კახეთში მიმდინარე კვირაში ღონისძიების თემა აიდა კიბერჰიგიენა. ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. პროგრამა 4 დღიანი არის და ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობებში. თემატური ბანაკი წელს მეორე ტარდება და 500-მდე სტუდენტს მას პინძლობს. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება. დასრულდა კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო კონკრეტულად ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ. აღნიშნული ტიპის აქტივობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელ შემთხვევაში სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა კონკრეტულად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და შესაბამისად მომავალ თაობას გადაეცა, ასე ვთქვათ, კონკრეტული ინფორმაცია არსებული კიბერუსაფრთხოების ნორმების შესახებ და ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად მიგვეწოდებია ინფორმაცია კონკრეტულად კიბერსივრცეში არსებული მდგომარეობის შესახებ. შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის საქართველოში დღესდღეობით გავრცელებული კიბერდანაშაული და კიბერჰიგიენის სხვადასხვა ნორმები. მსგავსი ტიპის აქტივობები ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, რადგან მიზნად ისახავს მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებას. ახალგაზრდობის სააგენტო წელს უკვე მეორედ წარმატებით ახორციელებს თემატურ ბანაკებს. ეს თემატური ბანაკები მიმდინარეობს ორ ლოკაციაზე, კახეთში, კაჭრეთში და ლოპოტაზე. ამ ბანაკების ძირითადი თემატური მიმართულებები არის ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, განათლების პოლიტიკა, პოლიტიკური იდეოლოგიები და ჯანსაღი ცხოვრება. მონაწილეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ თემატურ ბანაკებში, მათთვის საინტერესო თემატიკაზე მიიღონ მონაწილეობა, ჩაერთონ და აიმაღლონ ცნობიერება იმ მიმართულებით, რომელიც მათთვის საინტერესო იქნება. გარდა თემატური მიმართულების ბანაკი დატვირთული არის სპორტული აქტივობებით, კულტურულ საგანმანათლებლო აქტივობებით და ძალიან კარგი შესაძლებლობა არის ყველა ახალგაზრდასთვის მიიღოს მონაწილეობა ბანაკში და აიმაღლოს ცნობიერება იმ მიმართულებით, რომელიც მისთვის საინტერესო იქნება. პირველად ვიღებ ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობას. მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც შემოქმედებით და ისე საინტერესო აქტივობებში და გასართობი იყო ეს ყოველივე. ყველას უსურვებ, რომ მიიღოს მონაწილეობა.